ისტორიული სოფელ ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ჯვარცმა შესწირეს. მამა გრიგოლ მთვარელიშვილის ინფორმაციით მრევლის დიდი სურვილი იყო, რომ ეკლესიაში მიცვალებულთა კუთხე ქონოდათ. მათი ლოცვა შესმენილი იქნა და კეთილი ადამიანის შემწეობით სიწმინდი აჩუქეს და ტაძარში დააბრძანეს. მოძღვრის განმარტებით მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანებმა მათი მიცვალებულებისთვის ილოცონ. დიდება და მადლობა ღმერთს, რამე თუ თვით დიდი წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს უფლისაარს ქვეყანა და სავსება მისი და ყოველი დამკვიდრებული მაშინა. და მართლაც აი ეს სიტყვები უფრო ახლოს არის, რომ თქვენ იცით, რომ ველისციხის ტაძარში არ იყო ჯვარცმა ესეთი მიცვალებულთა კუთხე, არ იყო დღემდე ესეთი მოწყობილი და რა თქმა უნდა დღეს აი ყველაზე დიდად გახარებული ვართ, რომელიც შემოგწირა დიდი ჯვარცმა, რომელიც გვენატრებოდა რომ გვეყინა და ძალიან ძვირი იყო. და გადავწყვიტეთ, რომ შეგვეგროვებინა ამისთვის თანხა. და აი შემოგწირეს ეს ჯვარცმა, თვითონ მადლობა მათ ყველა შემომწირველს, კეთილის დაყოსებსა და აი ამ ჯვარცმამ დაივანა ულამაზეს ადგილზე და დავანებული არის დღეს ველისციხის ღვთისმშობლის ტაძარში, ღვთისმშობლის შობის ტაძარში და გვაქვს უკვე მიცვალებულთა კუთხე, როდესაც ველისციხელები განსაკუთრებით მიცვალებულების უფრო მეტ პატივს მიაგებენ ხოლმე. ჯერ კიდევ ყოველთვის კომუნისტების დროსაც კი იყო ღვთელი, რომ მიცვალებული არ წასულიყო წესაუგებლად. და დღესაც რა თქმა უნდა გრძელდება და ვაგრძელებთ აი ამ ტრადიციას.